დრონებმა რომ ფრონტზე ვითარება დრამატულად შეცვალეს უკვე ყველასთვის ცნობილია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფრონტზე უპილოტო სისტემების უამრავი მოდიფიკაცია გამოჩნდა. საბრძოლო პლატფორმებს ავითარებს მოსკოვიც, თუმცა კიევი ოკუპანტ ქვეყანას არ ჩამორჩება. ერთ-ერთი ასეთი უპილოტო სისტემაა ეს კვადროკოპტერი. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული შეიარაღებაა, თუმცა მას რუსმა სამხედროებმა სლავური ზღაპრიდან ცნობილი ჯადოქრის სახელი ბაბაიაგა შეარქვეს. იარაღის უკრაინელი მწარმოებლები კი მას არ 34-ს უწოდებენ. როგორც ამბობენ, ის ისეთივე სიზუსტით გამოირჩევა, როგორითაც სნაიპერული შაშხანა. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილი არ არის ისეთი დრონი, რომელიც შეძლებს ბრძოლის ელექტრონულ სისტემებს შეეწინააღმდეგოს და ამ მანძილზე იფრინოს. სწორედ ამიტომ არის ის უნიკალური. უკრაინული კვადროკოპტერი, როგორც ამბობენ, მედეგია რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიმართ. მას შეუძლია 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე იფრინოს და 6 კილოგრამი მართვადი ასაფეთქებელი საშუალებებით დააზიანოს სამიზნე. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იყენებს უკრაინა დრონებს იმ პირობებში, როცა მაგალითად არ აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ მტრის თვითმფრინავების განადგურება იქ, საიდანაც ისინი ჩვენს ტერიტორიას ბომბავენ. ამიტომ დრონებით ვანადგურებთ მათ. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრება ჯერ კიდევ არაა ახლო პერსპექტივა, დასავლელმა მოკავშირეებმა ალტერნატიულ გზას მიმართეს. ისინი კიევს სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერებაშიც ეხმარებიან. უკრაინაში კარგად ესმით, რომ თავდაცვის ძალების მომარაგება ყველაზე ეფექტიანად საკუთარი შეიარაღებითაა შესაძლებელი. ამჟამინდელი შეფასებით ვერ ვიტყვი, რომ ეს მონაცემი აბსოლუტურად ზუსტია, თუმცა მაინც ასეა. შიდა ყოველწლიური წარმოების მოცულობა 30-40 მილიარდ $ASH შორის მერყეობს. ეს მკვეთრად განსხვავდება 2022 წლისგან, როდესაც რიცხვი ერთნიშნა იყო. გვჯერა, რომ საუკეთესო გარანტია არის არა ის დაეყრდნო ვინმეს კეთილნებას, რომ დაგიცვას, არამედ შესაძლებლობა დაიცვა თავი. სხვების ნება და უნარი ამ მხრივ უკვე გამოიცადა. უკრაინა აქტიურად ეძებს ინვესტიციებს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს სამხედრო წარმოება. შეამციროს დასავლელ პარტნიორებზე დამოკიდებულება თავდაცვით ომში. თავდაცვის მინისტრის დენის შმიგალის თქმით, უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების თითქმის 60% უკვე ადგილობრივ წარმოებას ეყრდნობა. რაც დაახლოებით 35-ჯერ მეტია სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისთან შედარებით. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა მსოფლიო ლიდერია თავდაცვის ტექნოლოგიებში და რომ ამერიკაც კი ჩამორჩება კიევს დრონებით განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ამჟამად ჩვენი მთელი ინდუსტრიული პოტენციალი დაფუძნებულია სამხედრო სამრეწველო კომპლექსზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაჩერება არ შეიძლება და უნდა განვავითაროთ. თუმცა ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ კი საერთაშორისო ბაზრებზე გავალთ. ამჟამად წარმოება კარგად მიმდინარეობს. გვაქვს პოტენციალი და დიდი მოცულობით წარმოების უნარი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, რათა მომავალში სრულად დავტვირთოთ ჩვენი საწარმოები. შესაბამისად, ეს არის ექსპორტის გახსნის საკითხი. დრონების ეფექტიანობა სტატისტიკითაც ჩანს. ოფიციალური მონაცემებით, სწორედ მცირე უკრაინული დრონების მოქმედებას უკავშირდება ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის რადიუსში რუსეთის დანაკარგის, როგორც ადამიანური რესურსის, ისე ტექნიკის თითქმის 70%. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში 1,3 მილიარდ ევროს მიიღებს დანიისგან, შვედეთისგან, კანადისგან, ნორვეგიისგან და ისლანდიისგან. რათა აწარმოოს საარტილერიო საშუალებები, შემტევი დრონები, რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.